გიბრუნდებით TalkPoint-ის მორიგი ეპიზოდით, სადაც ჩვენი სტუმარი ნიკოლოზ ბაკაშვილი, ONIN-ის, Nexor Consulting-ის და ბაკაშვილი Solutions-ის დამფუძნებელი და ახალგაზრდა ანტრეპრენერია. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ სტარტაპების და ზოგადად მეწარმეობის, ანტრეპრენერობის რაღაც ამ თემის რომანტიზაცია გვიყვარს, ხო? მაგრამ წარე რეალობა როგორია? მადლობა მოწვევისთვის. ჩემი აზრით, აქ ძალიან კარგად ჯდება ის კონტრასტი რა შედარებითი, რომ აი მითი და რეალობა რაც არის. რა და ყველას წარმოუდგენია, ჩემი აზრით, რომ სტარტაპი თითქოს არის სადღაც რომელიღაც სანაპიროზე ლეპტოპით ხელში და თავისუფალი გრაფიკი, თავისუფალი დრო და მუშაობა, ინვესტიციების მოზიდვა, რაღაც სხვადასხვა ფორმით. ბალიზე ჯდომა, შემოსავლები რო გენერირდება კოქტეილებთან ერთად, მემზინავს და ღამე ფული მოდის. ხო, ეს ჩემი აზრით შეიძლება ოდესღაც ხდება, მაგრამ ეს ნაკლებად ხდება ადრეულ ეტაპზე სტარტაპების როგორც წესი რა. შესაბამისად ადრეულ ეტაპის სტარტაპებისა, აი ორგანიზაციის განსხვავებით რა არის, ხო? აქ არის რისკის სრული, აქ არის თავისუფალი გრაფიკის მაგალითად 24 საათიანი მუშაობა და როგორც ვიცი, შენც ხო ეხლა დაიწყე რაღაც ახალი წამოწყება გაქვს რა, უბრალოდ AI, უბრალოდ prep და მინდა წარმატება გისურვო და მე დარწმუნებული ვარ შენ ძალიან კარგად გესმის რა გაიარე და რას გავდივარ საერთოდ. გამოცადა. რას გავდივარ საერთოდ როცა რაღაცას ვიწყებ რა. და ძალიან დიდი ამბავია ადრეულ ასაკში თუ ადრეულ ეტაპზე სტარტაპისა, რომ თავდაპირველად ვალიდაცია გაიარო, მოიყვანო პირველი კლიენტები და პირველი ფულის გენერაცია დაიწყო რა. ეს ძალიან რისკის შემცველი. განსხვავებით კორპორაციული გარემოსგან, ხო? იქ კორპორაციული გარემოში ხარ განსაკუთრებით დიდ დამსხვრელ კომპანიებში, იქ რისკები თითქმის მინიმუმამდე დაყვანილი, სტაბილური შემოსავალი გაქვს, სტაბილურ საქმეს აკეთებ რაღაც კონკრეტულ დროის მონაკვეთში და ასე შემდეგ. ამიტომ ერთი არა ჩანს, ხო? და რა წარმოუდგენია ხალხს. და მეორეა უკვე ფიზიკურად რო ეხები და შემხებლობა გაქვს, ფიზიკურად რო აკეთებ, უკვე ხვდები რა სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეს ამდენი წნეხი და დაძაბულობა მით უმეტეს კომპანიის ლონჩამდე მერე დაწყებისას უკვე აბა ახალი მომხმარებელი გინდა, კლიენტების მოზიდვა გინდა და მთელი და განსაკუთრებით პირველი ეტაპი რა ლაშ პოდკასტში გაწყვეტენ, განსაკუთრებით პირველი ეტაპი, როდესაც არის რო დალონჩე და ფიდბექები რო შემოდის რა, რომ ეს შეცვალე პროდუქტსაც და მომსახურებას წერდეგივიდეს რა. თან საკმაოდ მუღამიანი პროცესიც არის, მაგრამ ძალიან დიდი სტრესი და წნეხია და ასაკურველი. მაგაშიც გეთახმები, რომ დამფუძნებელი ხარ, ასე ვთქვათ, რა ხდება, ხო, იქ ხელფასზე უარს ამბობ და ირჩევ შენ ბიზნესიდან შემოსავალ რისკები ძალიან დიდია შედარებით, მაგრამ ასევე უგებაც პოტენციურად ბევრად დიდი და ალბათ პირადი რაღაც სიამოვნება კმაყოფილება ესეც ერთ-ერთი ისე რომ საწყის ეტაპზე ახლა მე არ მეგულება საერთოდ რომ საწყის ეტაპზე ფაქტობრივად შემოსავალი არ გაქვს ან თუ გაქვს ბოლოს შენ იღებ როგორც წესი ადრეულ ეტაპზე ყველაზე ბოლოს მე სტარტაპის მიღამე რა თქმა უნდა ბუმია და ასაკურველია ახლა წარმატებული სტარტაპის შემთხვევაში ყველაზე რთული რა არის სამი კომპანია გაქვს დაფუძნებული, წარმატებულად ოპერირებს ბაზარზე და მაინტერესებს შენი აზრით ყველაზე რთული რა შეიძლება ჩაითვალოს კომპანიის შენებისას. ნუ მე ორ ამბავს გამოვყოფთი რა, მაინც პირველი და რაც ჩემი აზრით უმთავრესია, ეს არის ნდობის მოპოვება, განსაკუთრებით საწყის ეტაპებზე, როდესაც ბიზნესის კეთებას იწყებ, აი პირველი მომხმარებელი ვინ იქნება შენი მომსახურებისა თუ პროდუქტისა. აი მაგის მოპოვება ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე რთული ამბავია, რატო? იმიტომ, როდესაც იწყებ საქმის კეთებას, მიდიხარ ტიპებთან, იწყებ საუბარს და ტიპები პირველი რას გეკითხებიან, ხო რა, სად რა გიკეთებია, ვისთან შეგითავაზებია თუ გამოუყენებია ეს პროდუქტი და ამიტომ რო ვთქვა, პირველი ყველაზე რთული ჩემი აზრით ნდობის მოპოვებაა, რომ ვალიდაცია გაიზარდოს შენი პროდუქტისა თუ მომსახურების. და მეორე ბარემ ვიტყვი, ეს არის მასშტაბირების ნაწილი, ეგრეთ წოდების scaling-ს რაც ამბობენ, ხო? როდესაც ან ჩემი აზრით გუნდის რაღაც 3 ტიპისგან შემდგარი გუნდი და 10 მომხმარებლის 10 კლიენტი როცა ყავს რა, ეგ აბსოლუტურად განსხვავებულია პროცესების და ოპერაციების იმისგან, როდესაც შენ იზრდები და 15 ადამიანისგან შემდგარი გუნდი ყავს უკვე და უკვე 100 და 100-ზე მეტი მომხმარებელი ყავს. ხო, აბსოლუტურად განსხვავებული. ამიტომ ეს ორი რამე, ერთი მასშტაბირება და მეორე ნდობის მოპოვება არის ძალიან რთული კომპანიის შენებისას. და ამ ნდობის მოპოვებისთვისაც ალბათ რა ვიცი პერსონალური ბრენდის მნიშვნელობა ძალიან
დიდი არის აქ რეპუტაციული ნაწილი რო გენდონ ტიპები რა. იდეალური სიტყვა რეპუტაცია გჭირდება და ამაზეც ცალკე უნდა იზრუნო. ასე ვთქვათ, რაღაც გვერდით პროექტი ესეც არის, ხო, იმასთან ერთად რომ ბიზნესი აკეთო. ახალგაზრდებში ახალგაზრდობაზე ვსაუბრობთ, ახალგაზრდა ანტრეპრენერებზე და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი ყავს საქართველოში, ბევრი წარმატებული ანტრეპრენერიც არის და ალბათ მომავალში ბევრს უნდა რომ საკუთარი ბიზნესი ქონდეს. მიუხედავად იმისა, რამდენად აანალიზებს ის სირთულეებს თუ არა, ვერ აანალიზებს, რაღაც ეტაპზე მაინც დადგება იმ რეალობის წინაშე რა. და ჩვენ თუ შეგვიძლია რომ რაღაცით შევამზადოთ, ესეთი საუბრები ეს მგონია. და რადგან ბევრ ახალგაზრდას უნდა პრინციპში უკვე ანტრეპრენერობა, განსაკუთრებით 20-დან 30 წლამდე ძალიან ბევრი რამის დათმობა გიწევს, როცა ამას ეჩეხები, ხო, ამ გზას ადგები, ასე ვთქვათ. შენ რას ფიქრობ, ამასაც მინდა რომ შევეხოთ, რისი დათმობა უწევს ახალგაზრდას, როდესაც საკუთარი ბიზნესის დაწყებას ფიქრობს? ჩემი აზრით, თავარი რაც არის, პირადი გამოცდილებიდანაც რომ გითხრა, იმიტომ რომ მაინც ვალიდაცია გავლილი აქვს, როცა შენ თავზე იცი რა, რაღაცა შესაბამისად ადასტურებს. მე ვფიქრობ, რომ სოციალური აქტივობებს წყდები რა, ძირითადად, რომ მაგალითად რაღაც მეგობრებთან ხშირად ვერ ხარ, რაღაც მოგზაურობებში ვერ ხარ, რაღაც აქტივობებს წდები იმის გამო, რომ შენი საზრუნავი ამ ეტაპზე, განსაკუთრებით ხალხს უსვამ საწყის ეტაპზე სტარტაპის შენებისა, არის ეს თემა, ხო, რომ ჩართული ხარ თავიდან ბოლომდე რა. MVP-ის კეთებაში, MVP-ის გაშვების დროს, პირველი ლონჩი რაც არის და მე მაშინ არის ხო, თავარი ფიდბექები მაშინ მოდის ფაქტობრივად და მე ამ პროდუქტისა თუ მომსახურების გაუმჯობესებაზე ხარ სრულად ჩართული. ანუ ფაქტობრივად ჩვენ რო ვიძახით რომ რაღაც და შეიძლება ხალხს აქმა აქ იმისა რომ კომპანია გააკეთა, ბიზნესი გააკეთა, ავაშენე, ეს ერთის მხრივ ხო კარგად ჟღერს რაღაც ხელმძღვანელი ხარ, რაღაც, მაგრამ მეორეს მხრივ ეს მოითხოვს რას, რომ ფაქტობრივად 24 საათი ჩართული ხარ ხო იმ პროცესში და შენ აგაკ ყველაფერი მთელი პასუხისმგებლობა არის შენ კისერს და სხვანაირად ვერ იქნება. ამიტომ 20-დან 30 წლამდე და მერეც, როცა არ უნდა დაიწყო ბიზნესი, ხო? თავარიასაც კარგავ ეს არის ამ სოციალურ აქტივობებს შენ გარშემო, იმიტომ რომ შენ ფაქტობრივად, ну შეიძლება ისე ვთქვათ რა, ხუმრობან არ ვარ, მაგრამ მიძღვნილი გაქვს შენი ყოველდღიურობა დრო და რესურსი ამ ამბისთვის, რაც აშენებ. ხო, 20-დან 30 წლამდე, იმიტომ თქვი და ხაზი გაუსვი, რომ ზუსტად ამ პერიოდში გინდა ყველაზე მეტად ის პარასკევს საღამოს გასვლა იქნება, მეგობრებთან ერთად დროის გატარება თუ სამგზავრო წასვლა, ამ პერიოდში გინდა ეს ყველაფერი უფრო მეტად, მით უმეტეს სანამ ოჯახის შექმნას ხო ვისაც ამსურვილი აქვს, სანამ ოჯახს შექმნეს, ის კიდევ მე კიდევ უფრო მეტის დათმობა გიწევს ალბათ ჩემი აზრით, მაგრამ ეხლაც მნიშვნელოვანია რომ ამ ყველაფერს წინასწარ გავიაზროთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ძალიან ბევრ ამას მოწყდები, როცა დილით იღვიძებ შენ ბიზნესზე ფიქრობ, ღამე იძინებ შენ ბიზნესზე ფიქრობ და განსაკუთრებით მაშინ როცა დასაქმებულებიც ყავს, ხო, და მარტო არ ხარ. ჩვენი კომპანიის ტიპი საქართველოს, ასე ვთქვათ, კონტექსტშიც რო ვისაუბროთ, პირველი სამსახური აქ არის ბევრისთვის კლიენტთა მხარდაჭერა, კონტენტის მოდერაცია და ზოგადად პირველ სამსახურზეც რო ვთქვათ, შენი აზრით, რამდენად განსაზღვრავს პირველი სამსახური იქნები თუ არა მომავალი ანტრეპრენერი და ცოტა ამ კორპორაციულ გარემოზეც რო ვისაუბროთ, რას ფიქრობ? ну მანდაც ალბათ ჩემ პასუხი საკმაოდ ვალიდური იქნება რა იმ თვალსაზრისით რომ მეც სანამ პირველი ბიზნესის კეთებას დავიწყებდი, პირველ სტარტაპს სანამ გავაკეთებდი, კორპორაციულ გარემოში ვიყავი. რასაც აკეთებს კორპორაციულ გარემო, ჩემი აზრით, რამდენიმე რამ არის რა. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შიგნიდან სწავლობ, როგორ მუშაობს ბიზნესი. ხო, ანუ შიგნიდან იღებ ინფორმაციას. ეს აპრიორი რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ შენ რაღაც კორპორაციიდან გამოხვალ და შენ ხოლმე რაღაც შენ საქმეს გააკეთებ, მაგრამ ეს აპრიორი იმას ნიშნავს, რომ შენი ცოდნა და გამოცდილება გაქვს იქ არსებულ პროცესებზე. უბრალოდ თემა რა არის, რომ შეიძლება როგორც დადებითად ისე უარყოფითად იმოქმედოს შენზე და შენს მომავალ საქმიანობაზე რა. დადებითად იმ კუთხით, რომ შენ ნანახი გაქვს იქ არსებული პრობლემები, სწორი და არასწორი გადაწყვეტილებები მიღებული, რომლებიც მე გამოჩნდა, ხო, რომ არასწორი გადაწყვეტილებები იყო თავის დროზე, ახლა როდესაც ტოპ მენეჯმენტი გადაწყვეტილებას იღებს, იქ რა თქმა უნდა მათი მიზანი არის სწორი გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ მე გამოჩნდება ხოლმე, რომ არასწორი და ამას აანალიზებ მე ფაქტობრივად, ხო, როდესაც შენ ეს ნანახი გაქვს უკვე სადღაც შიგნით. მაგრამ მეორე რაც არის, ჩემი აზრით არის ის, რომ რაღაცნაირად შეიძლება კორპორაციულმა გარემომ ჩაგითრიოს რა, რაღაც კომფორტული ზონა შეგიქმნას და
იქიდან შენი პირობითად რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, შენი აზროვნება რომ ისეთი იყოს, რომ ხო ბიზნესი გავაკეთო, რაღაცნაირად გაფერხებს რა, იმიტომ რომ რისკებს ხედავ, რაღაცებს ხედავ და აღარ გამოდიხარ იმ განამოდან. უბრალოდ აღარ გამოდიხარ. ანუ თუ გამოხვალ ზეგავლენა აქვს ცალსახა, არა ერთმნიშვნელოვანი, მაგრამ ცალსახა და შეიძლება აღარც გამოხვიდე მხოლოდ იმის გამო, რომ იქ კომფორტული, სტაბილური გარემო შეიქმნა. ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი და ღირებული შენი აზრით საერთაშორისო კომპანიაში მუშაობი შეგიძლია ისწავლო და სამომავლოდ ასევე გამოგადგეს მეწარმეობაში, ეს რა შეიძლება იყოს შენი აზრით? ნუ ჩემი აზრით გამომდინარე იქიდან რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ალბათ უფრო მეტი best practice არის, ხო, ეგრეთ წოდებული რაღაცები უფრო შეიძლება უკეთ არის, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე არსებულ კომპანიებზე შეიძლება მაგით უფრო მეტი რაღაც ისწავლო რა და საერთაშორისო პრაქტიკებმა მოგცენ უფრო მეტი ზეგავლენა მოახდინონ შენზე რა, როგორც მომავალ მეწარმეზე ან რაღაც მომავალ ტოპ მენეჯერზე თუნდაც იგივე ორგანიზაციაში რა. მინიმუმ შედარების ის რო გქონდეს, ხო, ხო, რომ იცი უკვე იცი აქ რა ხდება, იქ რა ხდება. მაღალი დონე და კარგი რა არის. ნუ რა თქმა უნდა ადგილობრივადაც შეიძლება ადგილობრივ კომპანიაში იყოს ეს, მაგრამ შენი გამოცდილებაა და საიდანღაც უნდა გაიგო. ჩემი აზრით ადგილობრივ ზოგ კომპანიაში, განსაკუთრებით დიდ კომპანიებზე მაქვს საუბარი, არ დავასახელებ რასაკურველია, მაგრამ არის ძალიან სერიოზული კომპანიები საქართველოს ბაზარზეც მათ შორის, რომლებიც მე ვფიქრობ არანაკლებ მართავენ და არანაკლები ოპერაციებია, ვიდრე საერთაშორისო ორგანიზაციებში. ნამდვილად. ყველაზე მნიშვნელოვანი რა უნარებია დღეს კარიერაში და ბიზნესში. არის თუ არა და ასევე არის ისეთი უნარები თუ არა, რომელიც უნივერსიტეტის დიპლომზე ღირებული არის. ესეც ცოტა ცხელი საკითხი არის, ხო, მე მგონი და თან რადგან ბევრი ჩვენი მსმენელი აუდიტორია და ასევე დასაქმებული სტუდენტიც არის, მათ შორის კარგი იქნება თუ ამაზეც ვისაუბროთ. მანდაც გაგეცინება, მაგრამ ნუ უნდა ითქვას, რომ მანდაც ჩემი პასუხი ის იქნება რა, იმიტომ რომ უნივერსიტეტის ცხოვრებას გამოვლილი მაქვს, ISM-ის MBA მაქვს გაკეთებული და პარალელურად უფრო კარგად ვავლებ რა. ჩემი წარმოდგენით უნივერსიტეტის დიპლომი თავისთავადად და უნივერსიტეტის თვითონ იქაური გარემო სიტუაციას სწავლა და ასე შემდეგ გაძლევს გარკვეულწილად დისციპლინას გიმაღლებს რა, თუ სწორად ვამბობ. რატო? იმიტომ რომ პროცესი იქაური თანმიმდევრულია, ხო? რეალურად რაღაც სწავლების პროცესია და მნიშვნელობა არ აქვს მოდელს როგორ სწავლობ, ხო? შეიძლება кейსებზე დაფუძნების შეიძლება არა, მაგრამ თანმიმდევრულია სწავლების პროცესი. მერე exam, აბარებ გამოცდას, მერე ისევ პროცესი სწავლების, ან პრეზენტაციას აკეთებ რაღაცას და შემაჯამებელია. და ეს ამ თანმიმდევრობაში ვერ ამოვარდები და ანუ ეს დისციპლინა და თანმიმდევრულობა არის ის, რასაც გაძლევს ჩემს უნივერსიტეტი. და რაც ჭირდება მეწარმეს და იგივე კარიერაში რაღაცას რო შეძლო და მაღალ საფეხურებზე ახვიდე, ხო, ჩემი აზრით, ეს არის თავხედურად გაბედულობა რა. კადნიერი. ხო, რა, კადნიერი რო ხარ რა. თავხედულად გაბედული ტიპები ჩემი აზრით და რას ნიშნავს ჩემ აღქმაში როგორ გამოიყურება ეს რა, რომ წარმოიდგინე აი რაღაც კარები რო დაკეტილია და ფანჯი და რო შედიხარ რა, აი მსგავსი რაღაცები ხომ მოგვისმენია ჩვენ და ვიღაცასთან რო ვერ მიდიხარ რიდი გაქვს რაღაცები და ამ ყველაფერს რო გადალახავ, ჩემი აზრით ეს არის ის, რა ვიცი, კადნიერი გაბედულობა თუ თავხედური გაბედულება, რაც მეწარმეს და იგივე მენეჯერულ პოზიციაზე და უფრო მაღლა საფეხურზე ამსვლელ ტიპს ხელს უწყობს რა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ეს ხელს უწყობს. კი, გეთანხმები 100%-ით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეგ გაბედულობა და თავხედობა, ასე ვთქვათ, გაძლევს საშუალებას, რომ ცოტა განსხვავებული პრიზმიდან შეხედო რაღაც საკითხებს, განსხვავებული პერსპექტივიდან და სხვა გამოსავალიც მოიფიქრო, ხო, ის რაც გვიყვას, რაღაც ჩარჩოებს მიღმა აზროვნების ამბავშიც, რაღაც მხრივ ჯდება და ცდები. მენეჯერობა ახსენე, ასევე გუნდის ლიდერობა და ჩვენს TIP საქართველოში ასევე ძალიან ბევრი ვინც იწყებს ამ კლიენტთან მხარდაჭერის როლებიდან და კონტენტის მოდერაციიდან. შემდეგ ხდება გუნდის მენეჯერი, ოპერაციების მენეჯერი და ქონია ისეთი შემთხვევები, როდესაც დირექტორებამდეც კი ასულან ესეთი ამ პოზიციიდან დაწყებული ხალხი. შენი აზრით, თუ არის განსხვავება ესეთ მენეჯერ ლიდერსა და მეწარმე ლიდერს შორის? ანუ მარტივად რო ვთქვათ, შეიძლება თუ არა იყოს კარგი მენეჯერი, კარგი დამფუძნებელიც. იცი რა, ჩემი აზრით კი, უბრალოდ ეს არ არის აუცილებელი პირობა, რომ ეს შესრულდეს, მაგრამ ჩემი აზრით კი რა და მე ძალიან, ნუ ჩემი აზრით ძალიან კარგად მაქვს დანახული განსხვავება მენეჯერ ლიდერსა და მეწარმე ლიდერს შორის რა. და რაშია ჩემი განსხვავება რა?
მენეჯერი ლიდერი, ანუ უკვე რაღაც არსებულ სისტემაზე, რაღაც არსებულ მოდელზე, რომელიც უკვე შეკრულია, რომელიც მუშაობს, იმას ამუშავებს და იმის ეფექტიანობას ზრდის. ან ყოველ ვარიანტში ცდილობს რომ გაზარდოს, რა უკვე არსებული. და მეწარმე ლიდერის თემა არის რა, რომ ის ნულიდან, არაფრიდან ჩათვალე რაღაცის აშენებას იწყებს. მაშინ როცა არ იცის მან წინ რა მოხდება ამას, როგორც წესი რა. ამიტომ აი მარტივი გასაგები რო იყოს უფრო ცოტა მხატვრულად რო ვთქვათ, მოკლედ წარმოიდგინე რომ აი რაღაც ტყეშია ტიპი, აქ საუბარი მაქვს მეწარმე ლიდერზე და გასაკაფია რაღაც ბალახი რა. აი ეს მეწარმე ლიდერი არის ტიპი, რომელიც ამ ბალახს გაკაფავს და წინ არ იცის რა შეხვდება რა ბარიერი შეხვდება არ იცის და სადაც გავა ბოლოში. ანუ აი ამ როლში არის ჩემი აზრით ნულიდან წინ რო ბარიერი არ იცის რა შეხვდება, ეს არის მეწარმე ლიდერის თემა. და აი პარალელურად გავავლოთ მენეჯერი ლიდერი არის ტიპი, რომელიც ამ გაკაფულზე, როცა უკვე ეს მოსუფთავებულია, უკვე აგებს პირობითად ასფალტს. ან რაღაც პირობას ქმნის, რომ მე უსაფრთხოდ გაიარონ მანქანებმა რა. კი, საკმაოდ დიდი განსხვავება და ძალიან კარგი ანალოგია. ან ორივე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, ლას, უბრალოდ ორივეს განსხვავებული უნარები სჭირდება რა. კი, ნამდვილად. კარგი, ეს გასაგებია. ახლა მინდა გითხო, რა შეცდომებს უშვებენ ახალგაზრდა პროფესიონალები ადრეულ ეტაპზე? როგორც ბიზნესში, ისე კარიერაში. რა შეიძლება იყოს ის შეცდომა, რამაც დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს შენს მომავალ განვითარებაზე? ჩემი აზრით და მეც დამიშვია სიმართლე რომ გითხრათ ჩემს ადრეულ ასაკში, იმიტომ რომ მე 22 წლის ვიყავ, როდესაც პირველი ბიზნესის კეთება დავიწყე და ადრეულ ასაკში მიღწეულმა წარმატებამ და იგივე ეხება ალბათ ყველას რა, მე მგონია ეს თემა და ალბათ სხვებსაც შესაძლებელია კონდეს, მაგრამ ეს მგონია ყველაზე რთულად გადასალახი, იმიტომ რომ ადრეულ ასაკში მიღწეულმა წარმატებამ ეს ბიზნესში იქნება, კორპორაციულ კარიერაში იქნება და რაღაც საფეხურს მიაღწევ, ამ მიღწეულმა წარმატებამ შეიძლება მოგადუნოს რა, ანუ ფაქტობრივად მოგწყვიტოს იმ მიღწეულ შედეგებს, რაც გააქვს. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ აი არ უნდა კონდეს როგორი ამბავი, იცი, რომ რაღაც თამაში დამთავრდა და თამაში მოიგე. ეგ არ უნდა კონდეს. რატო რა? იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ ჩემი აზრით გვესმოდეს, რომ ცხოვრებაც, ბიზნესის კეთებაც, არ ვიცი, ორგანიზაციულ საქმიანობაში მოღვაწეობაც ეს არ არის სპრინტი რა, რომ გაირბინო და გაიმარჯვო, ხო სწორია. ეს არის მარათონი რა, ანუ სუხარ პროცესში იმისა, რომ იბრძოლო. ანუ მთავარია რომ ის ილუზია არ ქონდეს, ილუზია არ ვიცი ხო რამდენად შეიძლება დაერქვას, მაგრამ მიზანს მივახციე და შო მაგარი ვარ. არა. ეგ ეს რაღაცა თავშიც არ უნდა აგივარდეს ალბათ. ხო, ეგოც არის რა, ეგოც მოდუნებაში ხო, კარგად ვერ მიხვდი რას გულისხმობ, ალბათ უფრო ის ხო რა, ალბათ მაგას რომ რაღაც არ მოდუნდე, არ ჩათვალო რომ ეს კარგად წავიდა და ყველაფერი ეგრე წავა რა, ეგრე არ არის ხო? ეს რაღაც უფრო მეტი ძალისხმევას მე აღარ ჩადე. ხო, მოვადუნე ყურადღება იმ ხრივ რომ აი კარგად მიდის ყველაფერი და მეორე დღეს შეიძლება ისეთი რაც გამოჩნდეს რომ სულ აგირიოს ის ბიზნესი. ზუსტად. პირად მხარესაც რო შევეხოთ ამ ბიზნესების და კომპანიების დაფუძნების პროცესში. ხო. ყველაზე მტკივნეული პერიოდი თუ შეგიძლია გაიხსენო, ყველაზე მტკივნეული რთული პერიოდი ბიზნესის შენების პროცესში. მტკივნეული ალბათ ნაკლებად ეკუთვნის ეგ სიტყვა რომ შევსაბამო რთული ცალსახად შემიძლია გავიხსენო, მაშინთან როდესაც პირველ კომპანიას როდესაც ვაკეთებდი და ჩემი კომპანია ზოგადად არის სასტუმროს მართვის სისტემის ვენდორი რა საქართველოში რა, პროვაიდერი, ანუ სასტუმროებში, მათ შორის დიდ ქსელურ სასტუმროებში ვინერგავთ სამართალ სისტემას. რაღაც პროცესებია ხო მაგ. და პირველი ხელშეკრულებების გავაფორმე ერთ-ერთ ქართულ წამყვან კომპანიასთან იყო თემა, რომ ვაკეთებდი ფრენჩაიზს. რომ გამხდარიყავ ერთ-ერთი ცნობილი ამ სისტემის მომწოდებელი საქართველოში რა, რეგიონში. და თემა იყო შემდეგი, რომ ამ კომპანიას ხელშეკრულება გავაფორმე, ფაქტობრივად ისე, რომ ჯერ მასთან, ანუ მომწოდებელ კომპანიასთან ფრენჩაიზის კეთების პროცესში ვიყავ. ანუ ფაქტობრივად ავიღე რისკი, რომ მე ამას შევასრულებდი და აქეთ ხარეს ვიყავ მოლაპარაკების პროცესში. და ეს პროცესი მოლაპარაკების, ანუ ძალიან რთული არა, იმიტომ რომ მიუღწევადი იყო. უბრალოდ ძალიან შრომატევადი იყო, რა თვალსაზრისით რა, რომ იქ ჭირდებოდა, არ ვიცი, ბიუროკრატიული პროცესები იყო, დოკუმენტაცია, ბევრი სერტიფიცირება ჭირდებოდა, თანამშრომლების, მაშინ როცა თანამშრომლები ჯერ არც ყავდა, ხო ხტები და აი ამ რაღაც ყველაფრის ერთობლიობამ, ნუ სტრესში ხარ რა, ხო? იმიტომ რომ ამას დაგიქირავებინა მე და სერტიფიცირება ერთი თვე მოუნდი დაახლოებით ამ პროცესების დაალაგებას, რომ
რამენერად საქართველოს ფრენჩაიზი გამხდარიყო ამ კომპანიის, იმიტომ რომ უკვე მქონდა რა აქ ვალიდაცია, რომ ხოლმე პროდუქტი უნდა დამენერგა. კონტრაქტის შენარჩუნება არ გაგიჭირდა? ნუ ამ ერთი თვის განმავლობაში. გამიჭირდა საბოლოო ჯამში, მაგრამ ხო იცი როგორც არის რა, ყველაფერი კარგად დასრულდა. და დღესდღეობისაც კი ეს კომპანია ჩვენთან თანამშრომლობს რა, იმ პერიოდიდან გავიდა 5 წელზე მეტი ხო. ძალიან კარგი. მიხარი მოახერხე ყველაფერი. შედეგი კარგია საბოლოო ჯამში. мотивაციას როგორ ინარჩუნებ, როცა ცუდად მიდის ყველაფერი და არაფერი აღარ გამბობს და აი ფერი ინარჩ. ნუ ეს ხუმრობით. როგორ ვინარჩუნებ мотивაციას? როგორ შეგენარჩუნებინა ალბათ იმ ერთ თვეშიც იმ კლიენტსაც დაკარგავ. იცი რა არის ზოგადად მე ცხოვრებაში მგონია რომ და სხვათა შორის ომებიც ხომასია რა, რომ უკან დასახებ გზას რო ჩაიხერგავ, ხო? მე სხვა გზა არ გაქვს. ამიტომ ჩემი ეს ეგ გაძლევს, ანუ მიზანი რო გაქვს დასახული, ერთია რომ мотивация გეხმარება, მაგრამ მეორეა რომ ნებისყოფად დისციპლინა უნდა გქონდეს უეჭველი, როგორც დამატებით არ ვიცი, დამხმარე რაღაცად, ხო? იმიტომ რომ არის მომენტები, როცა мотивация გიკვდება, გიქრება და რა შვები, ხო? ერთ-ერთი გზა რჩება რომ მიმართო დისციპლინას. ძალიან არასტაბილური რამეა мотивация, ხო? და თავადაც ძალიან ისი გატანა. ხო, დისციპლინა გვეხმარება და ალბათ მიზანდასახულობა. ხანდახან წარმოუდგენად რთულია გაბა. კი, ძალიან. მით უმეტეს როცა, რა ვიცი, მართლა არაფერი აღარ გამოდის, ერთი კვირა, ორი კვირა, რავი, ერთი თვე, ორი თვე თქვი, არაფერი გამოდის და შენ მაინც უნდა მაგას რა უნდა ქნა, იცი, ჩემი აზრია, მე როგორ ვფიქრობ, ხა, მე არ ვიცი რა ეს რა აქსიომა, მაგრამ მე როგორ მგონია, იცი, რომ ხო გაქვს რაღაც long term გეგმები რა, ეგრეთ წოდებული, ძელვადიანი გეგმები ხო გაქვს და მიზნები და უნდა რაც შეიძლება შეიკუმშო მაგ დროს. რა, ოდესაც мотивация გეცემა, უნდა იფიქრო არა 5 წელში რა სიზამ, ან 1 წელში რა სიზამ. არამედ აი დღეს რა სიზამ, 24 საათში რა სიზამ რა. და როდესაც ეს ვიწროვდება, მარტივდება თემა რა. ნუ ასე თუ ისე მარტივდება ხა, შეიძლება არ არის ეს რა ქვია იდეალური. მაგრამ ესე მუშაობს ჩემს შემთხვევაში. კი, ხო, ალბათ უფრო რაც შენს პერსპექტივას ავიწროვებს და იმაზე აღარ ფიქრობ აი 5 წელში. აუ ის არ გამოვა რა, დღეს ამას გავაკეთებ და ცოტა გადმოერთვებ, ფოკუსში მოდი ხარ. კი, აი ფოკუსირებაში გეხმარება მაგრად. და გეგმა ბეც რო არ გაქვს, ჩემი აზრით საკმაოდ კარგი არის რა. ნუ ბევრისთვის რთული, იმიტომ რომ ეხა ბევრისთვის ეს გეგმა B მაგალითად ნიშნავს, რომ სამსახურს თავი დაანებოს, შემოსავალი სულ ასე თქვა, ჩაიწყვიტოს და ბიზნეს დაუთმოს დრო, რომლიდანაც ჯერ შემოსავალი არ აქვს და სავარაუდოდ კიდე ბევრი თვე და ერთი წელი წაგებაზეც გავა. ეგეც საკმაოდ დიდი мотивация არის ჩემი აზრით. ეს პოდკასტებში მსმენია ბევრისგან რომ პარაშუტი არ უნდა გქონდეს და რომ ადიხარ თვითფრინავში რაღაც ეგეთი ისა. მე რაღაც ამბავში ვეთანხმები რა მაგას რა. რაღაც ამბავში ვეთანხმები. წარმატების უნივერსალური გასაღები რო არსებობდეს, შენი აზრით რა იქნებოდა? უნივერსალური გასაღები. პრინციპში იმ აზრზე ვარ, რაც წეღანაც თქვით, ეს არის არ ვიცი, გამბედაობის ძალიან დიდი უნარი რა. ეს არის ერთი თვისება, თავხედურად გამბედაობა, რომელიც ყველა კარგს გაგიღებს რა. ადრე თუ გვიან. და მესმის რომ ეს არ არის მარტივი და ხა არ არის ისე რომ მიხვიდე სადღაც და ყველა მიგიღოს, ყველა შეგიშვას, ყველა პროექტზე გამოყვეს, არ ვიცი, ყველა თანხმობა გითხრას. მაგრამ რაც უფრო სწრაფად და მეტ რაღაცას ვეცდებით, მით უფრო მალე დავეცემით რა და მით უფრო მალე წამოდგებით და შესაბამისად მე ვფიქრობ, მოკლედ მე მგონია რომ ანტრეპრენერებს, წარმატებულ ტიპებს, აი მთავარი გასაღები აქვთ ეს რომ გამბედავები არიან. და ალბათ მიზან დასახულობა. კი. და რატო რა? იმიტომ რომ ის ადგილას მიდიან ეს ტიპები, სადაც ხვები არ, სადაც ბევრი არ მიდის და მაგით აღწევენ წარმატებას. ისე დროს და ისეთ ადგილას. მართალი. ძალიან მომწონს და ვემხრობი იმ იდეას, რომ მალ-მალე უნდა სცადო რაღაცები, მithomაც ბიზნესში იდეის ვალიდაციას ეხება ეს თუ სხვა რამას, ნაუცილებელია მალე სცადო, ხო? ძალიან ცნობილია, შესაძლოა fail fast. არის ძალიან ცნობილი ამბავი, რომ შეიძლება მალე უნდა დაეცე რა. კი, იმიტომ რომ შეიძლება თუ ზოგი მეც პირადად მქონია ეგეთი გამოცდილება ჩემ თავზე, რომ თვეები რაღაც იდეაზე ფიქრობ, ამას ჯერ არ ცდი, არც რაღაცა პროტოტიპი არ გაქვს ბაზარზე, არც რაღაცა მაგალითად wait list-ი გააკეთო, ისა ეს ნახო შენი პროდუქტით რამე დაინტერესდება ხალხი და საბოლოოდ გადის ისე რომ მე აღარ მოგწონს ის იდეა, სხვა აკეთებს და აი სად რაღაც იდეა მოგივიდა მინიმალური ბიუჯეტით რა ის გაკეთება შეგიძლია
სადე შენი რა მიდის ანუ. სხვადასხვა რას ამოვინით მე რაც მსმენია ბევრისგან რა, ბევრი ანტრეპრენერისგან, რომ მოკლედ პირველი MVP-რას გააკეთა, გაუშვიო რა პირველი პროდუქტიო. ან ცაცხად არ უნდა მოგეწონოსო რა. თუ მოგწონსო პრობლემაა. პირველი 10 მინიმუმ რაღაც. თითქოს ისე პირველი 10 იდეიდან ერთმა მაინც თუ გაამართლა, უკვე კაია. ახალგაზრდა შენს თავს რო შეხვედროდი, ან ნუ ახალგაზრდა რა, ისედაც ახალგაზრდები ვარ პრინციპში, მაგრამ დაუშვოთ სტუდენტს, ან ვინც ეხლა აბარებს 18-17 წლის ადამიანს რო შეხვედროდი, რა რჩევას მისცემი? თუნდაც შენს თავს, ან ნებისმიერ ადამიანს იდეაში რა. ჩემთვის მე რო 18 წლის ვიყო, არ ვიცი რას მისვედი, ალბათ იგივეს, რასაც სხვასაც ურჩევ რა, ჩემს აზრს გაუზიარებ ხა. რომ არ უნდა ელოდონ არაფერს რა, ანუ იდეალური დრო არ არსებობს ჩემი აზრით, რაღაცის დასაწყებად. არც საქმის, არც სწავლის, არც რაღაც გადაწყვეტილების, ანუ არაფრის დასაწყებად არ არსებობს იდეალური დრო. რა ეს არის მომენტუმი, როცა უნდა ქნა. ეგეთ რაღაც ჩემი ანუ perfect timings, რაც ეძახიან, ეგეთ რაღაც ჩემს არ არსებობს. და ამას წინ შემხვდა რაღაცას უყურებდი, არ ვიცი რომ ყველაზე საუკეთესო დრო არისო გუშინო, იყო გუშინო რა. მაგრამ მეორე, ანუ მომდევნო ყველაზე მაგარი დრო არის დღეს და ახლა. ამიტომ ძალიან ვეთანხმები, რომ რაღაცის დასაწყებად და ნებისმიერ ამის დასაწყებად დღეს და ახლა უნდა ქნან რა მოკლედ. ახლა და აქ. და ეგრევე 100% გეთახმები. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. მე მგონი რომ საინტერესო რჩევები საინტერესო რჩევებს მოისმენს ჩვენი მაყურებელი და მომავალ ანტრეპრენერებს და მეწარმეებს კიდე ისღა დაგვჩენია რომ წარმატება და გაბედული თავხედობა უსურვოთ, ხო? ზომიერ არა, თუ მაგას ზომიერებ არც უხდება. ნუ, ზრდილობიან თავხედობა. ხო, ეგ მინდოდა მართლა. კარგად ვწანდებოდეთ შემდეგ შეხვედრამდე. მადლობა დიდი მოწვევისთვის.